ლითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. შეგვეციოს წმინდა მოციქული და მახარებელი ლუკა და მისი მეოხებით ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ ძალა სულიერი ცხოვრებისა. აი თქვენ თუ ლოცვას გულდასმით უსმენდით, ესე იგი ყველა წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრა ქვეყანაში ღვთის განგებით წარმოიგზავნა ყველა წმინდა ღვთისმშობლის ნაცვლად ანდრია პიროწოდებული. შემდგომ ანდრია პიროწოდებულთან ერთად სიმონ კანანელი, მარტათა მოციქული, ბართლომე, ერთ-ერთი გადმოცემით ბართლომე მოციქული. იმისათვის რომ ჩვენში ღვთის სიტყვა მოეტანათ. ადამიანები, რომლებიც კერპთაყვანისმცემლობაში იყვნენ ჩაფლულები და იყო ასეთი ცნობებიც, რომ თავის შვილებსაც კი სწირავდნენ კერპებს. და როდესაც ღვთის სიტყვა მოიტანეს ჩვენს ქვეყანაში და ადამიანმა ირწმუნა სიტყვა ღვთისა, ამის შემდეგ ადამიანი იწყებს ქრისტიანულ ცხოვრების წესით ცხოვრებას და შემდგომში წმინდა ნინო წარმოიგზავნა საქართველოში. ამის შემდგომ 13 ასურელი მამა სხვადასხვა საუკუნეში და მაშინაც კი აი როდესაც უკვე ასურელი მამები შემოდიან საქართველოში, იქაც ძალიან ცუდი მდგომარეობა უკვე რწმენის თვალსაზრისით. ისე რომ ყოველთვის სჭირდება ადამიანს შეხსენება, ყოველთვის აი დაუშვათ დღეს თუ რაღაცა სულიერს მიიღებ, ეს ხვალ ზეგ და ერთი კვირის მერე შეიძლება არ გეყოს. და ყოველთვის უნდა საზრდოობდეს ადამიანი ამ სულიერი საკვებით. ღვთის სიტყვით უნდა საზრდოობდეს. რაც უფრო ადამიანი ღვთის სიტყვას მოაკლებს საკუთარ თავს, მით უფრო დაშორდება ქრისტიანულ ცხოვრების წესს და მით უფრო ჩაეფლობა იმ კერპთაყვანისმცემლობაში. დღეს დღევანდელი კერპთაყვანისმცემლობა შინაარსით იგივეა, მაგრამ ფორმით შეიძლება ეს სხვადასხვანაირად გამოვლინდეს. თითოეული ის ნება, რაც ჩვენში შეიძლება იყოს გაბატონებული და როდესაც ადამიანი ამ ნების შესაბამისად იქცევა, მის დაკმაყოფილებაზე ფიქრობს, ეს იგივე კერპთაყვანისმცემლობა. პავლე მოციქული ვერცხლის მოყარეობას პირდაპირ უწოდებს კერპთაყვანისმცემლობას. და ესედაც აი ჩვენ რომ ვიტყვით ხოლმე, აი გაკერპებულია, თავის აზრში რო ადამიანი გაკერპებული და რაღაც სხვა რაღაცის მოსმენა არ უნდა აქვს. ჩანს რომ ადამიანს სიმდაბლე აკლია და როგორც თვითონ ფიქრობს, გონია რომ ეგ არის ნამდვილად ეგ არის. ზოგი აი ამპარტავნება, ზოგის კერპი შეიძლება მუცელი იყოს, იმის მიხედვით წვეტდეს ამა თუ იმ საკითხებს. მაგრამ თუ ადამიანი ღვთის სიტყვის შესაბამისად ცდილობს რომ იცხოვროს, ამ შემთხვევაში მიხვდება რომ რა არის სწორი გზა და რას აშავებს. ეს რო იცის ადამიანმა უკვე კარგი. უკვე აღარ ჩაუთვლის თავის თავს ნორმალურ და ბუნებრივ მდგომარეობად იმას რომ ცოდვას ჩადის. ეცოდინება თეთრის და შავის გარჩევა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანი ყოველთვის საზრდოობდეს ღვთის სიტყვით. ჩვენი პატარა მგალობლები შეიძლება ითქვას რომ პირველ ნაბიჯებს გამენ. და ერთი რამ მინდა ვთქვა ამ გალობასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ადამიანი გალობის დროს იაზრებს იმას, რასაც გალობს, ეს არის ნამდვილი გალობა. როდესაც იმას, რასაც გალობს, თან გააზრებულად შესთხოვს ღმერთს. ეს არის გალობა. და თუ ამ გააზრების გარეშე ის მხოლოდ ჰარმონიულ ხმებს გამოუშვებს, ეს სიმღერა იქნება. ეს სულიერი მხარე არ არის. სულიერი ისაა, როდესაც ჩვენ იმ ჰარმონიულ ხმებთან ერთად შინაგანათაც ზუსტად იმას მიუყვებით. რომ შეიძლება ახლა ადამიანი ლოცვების წიგნითაც კი იდგეს ხატების კუთხეში, კითხულობდეს, მაგრამ საერთოდ იქ არ იყოს. და ლოცვა არის, როდესაც ჩვენ ღვთის წინაშე ვდგევართ, როდესაც ჩვენ ღმერთი გვახსოვს.
და გალობას აქვს ძალიან კარგი იგი გალობის ერთ-ერთი დიდი მხარე დადებითი რა არის, რომ ადამიანში უცბად ნათქვამი იკარგება, მას სჭირდება გამგზობილად რომ უთხრა, რომ კარგად ჩაიბეჭდოს, მაგრამ ეს გამგზობილი მოსაწყენი იქნებოდა იმ ჰარმონიის გარეშე. ამიტომ გალობამ ეს ორივე შეაჯერა, ჰარმონიულად გეუბნება თან გამგზობილად ღვთის სიტყვას, რომ ადამიანის გულში და გონებაში კარგად აღიბეჭდოს და თუ ადამიანი თავის საქმეს, გალობელი თავის საქმეს ღვთისთვის მოსაწონად აკეთებს, ამითი საკუთარ სულსაც და სხვათაც დიდ სულიერ სარგებელს მოუტანს. ოღონდ თუ გალობელი იფიქრებს, აი მაგალითად წმინდა პაისი ათონელი ასეთ რამეს ამბობს, იქ დედათა მონასტერზეა საუბარი და ასეთ რამეს ამბობს. თუ გალობელიო იფიქრებს, რომ თავი მოვაწონო მონასტრის წინამძღვარს, ესეთიო არც ღმერთს მოეწონებაო, არც მონასტრის წინამძღვარს იღუმენიას და ვერც ხალხი ვერ მიიღებს სულიერ სარგებელს. თუ ადამიანი ეცდება, რომ ღმერთისთვის სათნო იყოს მისი გალობა, მაშინ ღმერთსაც მოეწონება, მონასტრის წინამძღვარსაც და ხალხსაც სულიერ სარგებელს მისცემს. არა მარტო გალობა, არამედ ნებისმიერი საქმე, რასაც ადამიანი აღასრულებს, ეკლესიაში იქნება თუ საერო ცხოვრებაში, ამოსავალი წერტილი ჩვენთვის თუ იქნება ის, რომ აი ღმერთს თუ მოეწონება ჩემი ამგვარად გაკეთებული ეს საქმე, ღმერთსაც მოაწონებ ამას და ადამიანებსაც სარგებელს მოვუტან. მაგრამ ჩვენ თუ მარტო იმისთვის გავაკეთებთ რაღაცას, რომ აი ადამიანს მოეწონოს, ადამიანს გავეპრანჭო, მithumetes ვით უნდა გაეპრანჭო ლოცვით და გალობით, მინდა რომ ადამიანს მოაწონო თავი. ეგ არასწორი, ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცა ორიენტაცია დავკარგეთ სულიერად. ამიტომ აი პირველ რიგში ისაა, რომ ღვთისთვის იყოს მოსაწონი. და მერე ეს თავისთავად მოახდენს იმას, რომ ჩვენ სხვებსაც სარგებელს მოუტან ამითი და ჩვენს თავსაც გადაიქცევ. ღმერთი შეგვეციოს, აბა შეგვეციოს წმინდა მოციქული და მახარებელი ლუკა. ლუკა მახარებელი არ იყო 12 მოწაფეთა შორის. ეს იყო პავლე მოციქულის მოწაფე 70 მოციქულს შორის. განიცით, რომ იესო ქრისტეს 12 მოციქულის გარდა კიდევ 70 მოციქული ყავდა და უამრავი მოწაფე. და ლუკა მახარებელი იყო ერთ-ერთი იმ 4 მახარებელთაგან, რომელთაც წილად ხვდათ, რომ სულიწმინდის კარნახით დაეწერათ, აღეწერათ ღვთის სიტყვა. ესე იგი, აი ნახეთ, ქართველმა კაცმა მას სახარება დაარქვა. და ეს სახარება გულისხმობს, რომ ჩვენ რაღაც სასიხარულო ამბავი მოგვიტანეს. და რა იყო ეს სასიხარულო ამბავი? რომ ღმერთი ცოდვით დაცემული ადამიანისთვის ადამიანად მოვიდა, იმისათვის, რომ ადამიანი განეღმრთო. ამისთვის გააკეთა ყველაფერი. თავისი შობაც, უამრავი შეურაცხყოფა და ყველაზე საშინელი სიკვდილი ჯარცმა. და ეს ყველაფერი ადამიანისთვის გააკეთა და ადამიანს მიეცა შესაძლებლობა სულის გადარჩენისა და მადლით რომ განხთობილი იყო, აი ეს საშუალება მიეცა. ამიტომაც არის ეს სასიხარულო ამბავი, ანუ სახარება. აი ამ სახარებით უნდა ურდებოდეს ყოველდღიურად ადამიანი. ოღონდ ისე კი არა, რომ ჩვენი გონებით განმარტოთ ეს, არამედ წმინდა მამათა მიერ უნდა იყოს ეს განმარტებული და მადლობა ღმერთს, ქართულ ენაზეც უკვე უამრავი ასეთი წიგნი მოგვეპოვება. აღარაფერს ვამბობ, რომ სხვა ენებზე უფრო დიდია ეს ლიტერატურა. ღმერთი შეგვეციოს, აბა.